გაზი და უსაფრთხოება რა უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი აირის მოხმარების დროს და როგორ ავიცილოთ თავიდან მძიმე შედეგები ამ ყველაფერზე მოგიყვება სწორედ ნინო გელაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი, რომელიც თბილის ენერჯის წარმომადგენელთან ერთად ჩაგვერთვება ახლა. ნინო, დილამშვიდობისა. 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 Ფიქრობ ეს სწორედ ის საკითხია, რომლის უყურადღებოდ დატოვებამაც შესაძლებელია ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. სწორედ ამიტომ მე დღეს შევესწრები ჩვენს მაყურებელს ბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაცია და რჩევები მივაწოდო. და მე თანხმობით ალბათ, რომ ზამთრის სეზონის მოსვლასთან ერთად ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევებიც იზრდება და შესაბამისად იზრდება რისკი. სწორედ ამიტომ ჩემთან ერთად ახლა არის თბილისი ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე და მასთან ერთად გავიგებთ თუ როგორ უნდა დავიცვათ ბუნებრივი აირის გამოყენებისას უსაფრთხოების ზომები. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. როგორც უკვე აღვნიშნე, ბუნებრივი აირის გამოყენება იმატა ზამთრის სეზონზე და შესაბამისად ეს პრობლემა კვლავ აქტუალური გახდა. რომ გადავხედოთ სტატისტიკას და თქვენს გამოცდილებას, როგორი არის ამ მხრივ მონაცემები და რა შემთხვევები არის ხოლმე ყველაზე მეტად პრობლემური? მე მინდა გითხრათ, რომ სტატისტიკა არის უბედური შემთხვევების არის რადიკალურად შემცირებული, სრულიად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წინა წლებთან შედარებით უბედური შემთხვევების სტატისტიკა დავიდა ერთეულებამდე, შესაბამისად შემცირდა რადიკალურად და ამასთან ერთად მე მინდა პირველი რაც მოუწოდო ჩვენს მომხმარებლებს და ეს არაერთხელ მოგვიწოდებია თქვენი ეთერის და სხვა ტელევიზიების მეშვეობით და რამაც განსაკუთრებული შედეგი გამოიღო ჩვენ მუშაობასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების ყოველდღიურ მუშაობასთან ერთად, ეს არის ღია წვის კამერიანი დანადგარები, კიდევ განმეორდები არაერთხელ დარჩა კიდევ მოსახლეობაში ღია წვის კამერიანი დანადგარები დახურულ სივრცეში დამონტაჟებული, ეს არის წყალგამაცხელებლები, ეს არის გამათბობლები, რომლის დახურულ სივრცეში დამონტაჟებაც არის სასტიკად აკრძალული. სწორედ ღია წვის კამერიანი, არასწორად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი დანადგარის გამო ხდება უბედური შემთხვევები, რასაც ქვია CO2 ინტოქსიკაცია, რაც წინა წლებში მრავლად იყო, დაახლოებით 30-დან 40 ადამიანის გარდაცვალება ხდებოდა ერთ კალენდარულ წელიწადში და მე მინდა გითხრათ, რომ გადაუბრუნდეთ თავში მოყვანილი სტატისტიკას, რომ წელს ერთ კალენდარულ წელში დარჩა უკვე 20 დღე, რაც დაახლოებით წლის დამთავრებამდე დაღუპულია ერთი ადამიანი, როდესაც სტატისტიკა წინა 2019-ში 18-ში სანამ დაიწყებოდა აქტიური მუშაობა ჩვენს მიერ იყო 30-დან 40 ადამიანამდე. ეს რაც შეეხება ღია წვის კამერიანს და ვაფრთხილებ ჩვენ მოსახლეობას, რომ თვითნებურად არ დაამონტაჟონ. დაამონტაჟონ დახურული წვის კამერიანი, იგივე ტიპის დანადგარებია, რეკომენდაციის სახით მივცეთ თქვენ მაყურებელს, როდესაც შეძენას აპირებენ აუცილებლად მოითხოვონ, ძალიან მარტივია, დახურული წვის კამერის მქონე ან წყალგამაცხელებელი, ან გამათბობელი, რომელიც უნდათ. ამასთან ერთად ეს არის, როდესაც რომ ავირიდოთ თავიდან CO2 ინტოქსიკაცია ნახშირჟანგით. ამასთან ერთად მეორე ტიპის უბედური შემთხვევები ხდება ბუნებრივი აირით გამოწვეული, ეს არის უყურადღებობა, თვითნებური მონტაჟი, რაც მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ კიდევ მრავლად არის ჩვენს მოსახლეობაში ეს არის თვითნებური მონტაჟი, არასწორი მონტაჟი, რომლისგანაც ხდება მერე გაზის ბუნებრივი აირის გაჟონვა და აფეთქება. ანუ CO2 ინტოქსიკაცია ორი ნაწილად იყოფა უბედური შემთხვევები, CO2 ინტოქსიკაცია და აფეთქება. შესაბამისად მე მინდა მოუწოდო ყველა ჩვენ მაყურებელს, რომ თვითნებურად არ დაამონტაჟებინონ არავის ხელოსანს, ეგრეთ წოდებულ ხელოსნებს და ასე შემდეგ, მოგმართონ ჩვენ კომპანიას, როდესაც მოინდომებენ ან შიგრით სახში დემონტაჟს, მონტაჟს, ახალი დანადგარის დამატებას და ასე შემდეგ და ჩვენი კვალიფიციური ხელოსნები მოემსახურებიან და დაუმონტაჟებენ ბუნებრივ აირს. ამასთან ერთად გაზის სუნის შეგრძნებისას როგორც კი მათ მიერ აღიქმება, რომ ქუჩაში, სადარბაზოში, მათკუთვრილ ბინაში დგას გაზის სუნი, დაუყოვნებლივ დაერეკონ 114-ზე. ეს არის 24/7 ჩვენი საავარიო ნომერი და ჩვენ დაახლოებით 15 წუთიდან 30 წუთამდე ინტერვალში შეიძლება უფრო მალეც მივალთ ადგილზე და მოვემსახურებით. სწორედ ამ კითხვის დასმა მინდოდა, რომელი მოწყობილობები იყო განსაკუთრებულად საშიში და გამოდის, რომ საზოგადოების ცნობიერება ამ კუთხით შედარებით ამაღლებულია, უბრალოდ გაყიდვაში ისევ არის და ერთეულ ოჯახებში ისევ არსებობს, ხო? კი, საზოგადოების ცნობიერება მინდა გითხრათ, რომ მკვეთრად არის ამაღლებული სრულიად გადაჭარბების გარეშე. შესაბამისად, გაყიდვაში არის ისევ, იმიტომ რომ მას როგორც ყველა დანადგარს და მოწყობილობას აქვს თავის მონტაჟის წესი. შესაბამისად, მე მაგიტო გავუსვი ხაზი, რომ ღია წვის კამერიანი დანადგარის დამონტაჟება არ შეიძლება დახურულ სივრცეში, ანუ სახლში.
თორემ აივანზე, ღია, სადაც ნიავდება სახლის კედელზე, გარე კედელზე, ჩვეულებრივად შეიძლება ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლის დაყენება, მაგალითად. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თბილისი ენერგიის მონიტორინგის სამსახური ხშირად დადის ოჯახებში და ამოწმებს, რამდენად სწორად არის ხომ დამონტაჟებული ესა თუ ის მოწყობილი. ჩვენი დაახლოებით 230 თანამშრომელი, ამას CMEK-ის კანონმდებლობაც ითვალისწინებს და ეს არ არის ჩვენი ასე ვთქვათ, მონდომება, ეს არის კანონმდებლობის მიხედვით, ყოველდღიურად დაახლოებით 200-დან 230 თანამშრომლამდე წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით დადის ჩვენს აბონენტებთან ბინებში და ამოწმებს და როდესაც აღმოაჩენს არასწორად დამონტაჟებულ დანადგას, ხდება ადგილზევე მათი ჩაჭრა, ამ დანადგარისკენ მიმავალი გასადენის ჩაჭრა, ან ამ დანადგარის სრული დემონტაჟი. ასევე საინტერესოა, რამდენად ხშირია თავად მომხმარებლის მხრიდან ზარები თბილისი ენერგიის მონიტორინგის სამსახურში და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი თქვენი სამსახურის დახმარების. დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა. მე მინდა ჩვენი მუდმივ მოქმედი აქციის შესახებ ასე ვთქვათ მოუწოდო ჩვენს აბონენტებს და თქვენს მაყურებელს. ამ სიუჟეტის გასulis შემდგომ თუ დაინტერესებთ რა მდგომარეობაშია მათ ბინაში გასადენი, რა მდგომარეობაშია დანადგარები, არის თუ არა სწორად ექსპლუატაციის წესების დაცვით დამონტაჟებული, აკრიფონ 240-04 მოითხოვონ მათ ბინაში არსებული დანადგარების შემოწმება, რა თქმა უნდა ეზარები მრავლად გვაქვს, ისედაც, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ 1-2 სამუშაო დღეში მივა ჩვენი სპეციალისტი ადგილზე და შეაფასებს ადგილზე ყველაფერს და ერთს დავამატებ ეს განსაკუთრებით ეხება პირებს, რომლებიც ქირაობენ ბინებს. იმიტომ რომ ბოლო 10 შემთხვევიდან, ბოლო 10 უბედური შემთხვევიდან ამ წლებში მომხდარი, წინა წლებში მომხდარი 10 უბედური შემთხვევიდან 9 იყო ნაქირავე ბინაში, სადაც მოხდა ადამიანის გარდაცვალება CO2 ინტოქსიკაციის, რა თქმა უნდა, მე მინდა ვახსენო უბედური შემთხვევა, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა წინა წლებში არასწორად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი დანადგარის გამო და შესაბამისად განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ჩვენ ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებზე და მინდა მოუწოდო ვინც აპირებს დაქირავებას ან ვისაც უკვე ნაქირავები აქვს ეს ბინა და ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში დაუყოვნებლივ დარეკოს 240-04-ზე და მოითხოვოს აღნიშნული გასადენის და დანადგარების შემოწმება. ასევე მინდა გითხოთ, საკმაოდ აქტუალური გახდა CO დეტექტორებზე საუბარი და რამდენად ხშირად გამოიყენება და რამდენად ეფექტური არის მისი გამოყენება. არა, უყურეთ, CO არის ნახშირჟანგი, რითიც იწამლება ადამიანი და რა თქმა უნდა არსებობს მაგის დეტექტორებიც და შეიძლება ნებისმიერმა მსურველმა დააყენოს, მაგრამ პირველადი ეს ხო არის CO2 მე ხო ვახსენე თავში რომ CO2 ინტოქსიკაციით ხდება და გაზის გაჟონვით. არის CO-ს დეტექტორებიც და არის გაზის დეტექტორებიც, გაზის გაჟონვის დეტექტორები, რომლებიც თუ ბინაში იგრძნობს ჭყალებში, რა თქმა უნდა, გაზის გაჟონვას დაუყოვნებლივ კეტავს გაზმომარაგებას სახლში. შესაბამისად, დაახლოებით 200,000 ოჯახს უკვე თბილისში აქვს დამონტაჟებული აღნიშნული დეტექტორი და რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მოგმართოს და ჩვენ დავუმონტაჟებთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს იქამდე სანამ დავამშვიდობები, კიდევ ერთხელ მოუწოდებ უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ და რა თქმა უნდა გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.